გამარჯობა. დღეს ძალიან იღბლიანი დღე მაქვს და ჩემი დიდი ხნის ნანატრი კერძის ცნობილი კუბდარის რეცეპტი უნდა გასწავლოთ. რომლის გაკეთებაც მეც არ ვიცი მაინც და მაინც კარგად, თუმცა ზუსტად ვიცი როგორი უნდა იყოს და ზუსტად მასად კუბდარს მივაგენე რამდენიმე დღის წინ, აი ამ კაფეში, სადაც ახლა ვართ. ეს არის კაფე ციურისო, ძალიან საყვარელი ახალგახსნილი კაფე რესტორანი, სადაც თურმე სვანურ კერძებს აკეთებენ და მე ძალიან გამიხარდა, ამიტომ მოვედით აქ და გადავწყვეტეთ, რომ ჩვენს შეფმზარეულს ბატონ ლევანს ვკითხოთ, როგორ აკეთებენ იმ ნამდვილ სვანურ კუბდარს, რომელსაც მე დიდი ხანია ვეძებდი და თან დეტალებით, ისეთი დეტალები გაგვიზიაროს, რომ თქვენ შეძლოთ ამის სახლში გაკეთება. აუცილებლად მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დავიწყოთ ხორცის დამუშავებით. სვანური კუბდარი არის ტრადიციული კერძი, რომელიც ასოცირდება არა მხოლოდ დღესასწაულებთან, არამედ მასობაში, რომ ჩვენ რამე ჰასპის სტანდარტები არ დავაღვიოთ. ოჯახში, თუნდაც უშგულში, ავიღოთ სიტყვაზე, კეთდებოდა ყოველდღიურად, სადაც უწევდათ მამაკაცებს დიდი შრომატევადი საქმე და აუცილებელი იყო ხორცით სარგებლობა. ხორცი პროტეინების ნორმა რომ მიიღოთ დღიური ამისთვის და ვარგდებოდა მარილში. დიდხანს რომ გაეძლო. ეს ალბათ იმიტომ რომ ხორცს ყოველდღიურად საქონელს არ დაკლავდნენ და ერთი დაკვის შემთხვევაში კი ბატონო, მაშინ არ იყო ეს გარემო შექმნილი ისეთი რომ მაცივარი ყოფილიყო, საყინულე ქონოდათ და დიდხანს შეინახათ ასე რომ მარილში ვარგდებოდა და შესაბამისად როცა საჭირო იყო მაგ შემთხვევაში დიასახლისები უმზადებდნენ მამაკაცებს, იმიტომ რომ რაც მეტ ენერგიას ხარჯავდნენ, პროტეინები საჭირო იყო მათთვის. ხო, ანუ სვანეთში მე ხოთა შეიძლება დავადე დიასახლისები თქვენ ახსენეთ და სვანეთში ბევრ საქმეს აკეთებენ კაცები, მაგრამ არ არის მხოლოდ ქალების ზურგზე შეიძლება ბევრი საოჯახო საქმე, ყველა საოჯახო საქმე, მაგრამ კუბდარს მართლა ქალები ამზადებენ, აი რაღაც ხინკალზე მაგას გამიგია რომ კაცები აკეთებენ ხაშლომას, მაგრამ კუბდარს არა, ქალები აკეთებენ. ყოველ შემთხვევაში ჩემ მეხსიერებაში ასეა, მე სვანი ვარ, ვინც შეიძლება არ მიცნობთ, ქვემო სვანი ვარ, ონიანი და ამიტომ ჩემთვის კუბდარი არის ქვემოსვანური კერძი. შეიძლება ისე დეტალები არ ვიცოდე, მაგალითად როგორ ამზადებენ ზემოსვანეთში, მაგრამ ქვემოსვანეთშიც მე ვადასტურებ, ბევრი ზაფხული გამიტარებია ჩემს სოფელში და კუბდარი ნამდვილად იყო ჩვენი მენიუს ესეთი ხშირი ნაწილი, კიდევ რამდენიმე სხვა კერძთან ერთად, იმედია იმ სხვა რაღაცებსაც დღეს გავაკეთებ და სხვა კერძებსაც გაგიზიარებ. საქონლის ხორცი გვაქვს და ღორის ხორცი ჩვენ ახლა აქ. თქვენ ამზადებთ შერეული ხორცით, ხო კუბდარს? კი ბატონო, დომინანტი არის ღორის ხორცი. ჩვენც ასე ვამზადებთ სახლში, თუმცა ხშირ შემთხვევაში მარტო ღორის ხორცითაც იზრდება. კი ბატონო. შეგვიძლია უშუალოდ დავიწყოთ დამუშავება. ანუ დამუშავება ახლა გულისხმობს რას? თქვენ აცლით ზედმეტ რას? აი ზედმეტი ნაწილაკები რაც აქვს ხორცს, რაც ხელს შეგვიშლის იმაში რომ ნაკლებად ღეჭვადი გახდეს, მარტივი რომ იყოს მისი მომზადება, იმიტომ რომ ცომში ეხვევა და რთულად მოსამზადებელი. ვინც არიცით კუბდარის ცომში იდება უმი ხორცი. არანაირი წინასწარ სხვა დამუშავებას, თუ არ არის გამონაკლისი, რაზეც ბატონ ლევანმა უკვე აღნიშნა, რომ დავარგებულ ხორცს როცა იყენებდნენ, სხვა შემთხვევაში გამოიყენება ჩვეულებრივი ახალი ახალგაზრდა დაუმუშავებელი ცოცხალი ხორცი. გაუყინავი, გეთესი. რომელიც მარტივად მოსამზადებელი იქნება ცხობის დროს. ხო, ეხლა ვაჩვენოთ რა ზომის ნაჭრება ჭრით. ძალიან წვრილად არ უნდა დაიჭრას, უნდა იყოს საშუალო კუბები. მეც დავჭრი. აუცილებლად. დანასტუმათხოვებ. ესე იგი. მე მაინც და მაინც ძლიერი არ ვარ ხორცის დამუშავებაში ჭამა უკეთესად გამომდის. მაგიტომ იყვნენ სვანი დიასახლისები ძლიერები, რომ შეეძლოთ ეს საქმე. მაგრამ მე ცოტა დიდი მომივიდა, როგორც ვიცი, როგორც გამიგია. ხო, ეს შეიძლება ახლა ცოტა დიდი. საშუალო ზომის კუბები. ხო, ან ცოტა პატარა, მაგრამ ძალიან პატარა არა, გატარებულს არ უნდა დაამსგავსო. ფარშირებული არ უნდა იყოს. ან სვანეთში ამას ამზადებენ ხოლმე სვანურ ფეჩს ვეძახით. არ არის ქართული სიტყვა, მაგრამ უკვე დამკვიდრებულია სვანეთში და ცნობილია ესეთი დიდი ღუმელი აქვს შიგნით, სადაც ჰაერი გარშემო ცხელი ჰაერი ცირკულირებს ყველა მხრიდან და ძალიან მაღალი ტემპერატურა იქნება ამ ღუმელის შიგნით, ამ სვანურ ფეჩში და ესე შუა ოთახში დგას ხოლმე და კუბდარს შიგნით ვაცო, აი ყველა მხრიდან უცებ სიმხურვალეში გახვეული
ეს უმი ხორცით შიგნით ასწრებს მოხარშვას და დამუშავებას, წვენი გამოსვლას, რომ კუბდარის ფელი ხიბლი არის ის, რომ ეს ხორცი შიგნით უნდა იყოს უკვე თავის წვენში. ანუ თუ თქვენ ნახულობთ, რატომ ვიწუნებ მე ხშირად კუბდარს? თუ ხორცი არის ძალიან კარგად ჩაფლული ცომში და თბილად ზის, შიგნით ეგ არ არის კუბდარი. ნუ შეიძლება ძალიან გემრიელი იყოს, მაგრამ კუბდარის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი არის, რომ აი ეს ხორცი რო წვენს გამოუშვებს, ცომა შეაკავოს, გარეთ არ გამოჟონოს, ანუ ასეთი ბილი და ფუმფულა ცომი არ უნდა იყოს ხაჭაპურივით და შიგნით გამოპრიალდეს. აი ეს ხინკლის შიდა ნაწილივით გაპრიალებულ ნაწილი, სადაც ცოტა ეს ცხიმი და წვენი დგას შიგნით. ცოტაო, ძალიან ბევრი არა, ხალხად უნდა გაიწუწო ჩამისვათ, მაგრამ ის წვენი არის ცალკე შესრულებული წვენი არის ცალკე მოკლედ კუბდარის ერთ-ერთი დამახასიათებელი კუბდრის მირთმევა. ხო, ამიტომ ხორცი უნდა იყოს არასულ ცხიმო ალბათ, ხო? ცოტა ცხიმი. ცხიმით საჭირო არის, კი, მაგ წვნიანობას ზოგადად ცხიმი იწევს. ხო, და ვურებთ საქონლის ხორცსაც. ანუ კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ სვანეთში აკეთებენ მარტო ღორის ხორცის კუბდარსაც, მაგრამ ახლა ბოლო პერიოდში უკვე უფრო პოპულარულია შერეული ხორცის უფრო მეტი წილი ღორი, ნაკლები საქონელი და ეს შერეული ფორმით აკეთება. რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ. და სასიხარულოა, რომ ეს ტრადიციული კერძი არა მხოლოდ სვანეთში და იმ კულტურაში დარჩა, არამედ განვითარდა და სრულიად საქართველოში მზადდება. მე არ მაკმაყოფილებს ჯერ მისი პოპულარობა, განსაკუთრებით აი არასწორი კუბდარების პოპულარობა და ამიტომ გააჩნია ჩემი დღევანდელი მიზანიც ეს არის, რომ უფრო პოპულარული გავხადოთ ეს. ნამდვილად. ძალიან კარგი პური. სვანური პური, ხორციანი პური კუბდარი. ხათაშორის კუბდარი ნიშნავს, ანუ კუბტარსაც სახელი სვანეთში კუბტიან პურსაც, ანუ ეს კუპატის და კუბად საერთოდ ძირია რა და აქედან არის ეს სიტყვა თვითონ სვანური დასახელებები არ სრულდება ხათაშორის ხმოვანზე ხა რაშვაში ერთ შეხედვით ამასთან, მაგრამ აი რო იწოდეთ კუბდარ ქვია ორიგინალში და არა კუბდარი. ჩვენ ქართულ დაბოლოებას ის ვუმატებთ უკვე როცა ვაქართულებთ გარკვეულ სვანურ სახელწოდებებს და სიტყვებს. კაი, ახლა გადავიდეთ ალბათ საქონლის ხორცზე. ხო, ესეთი კუბდარისთვის საკმარისი იქნება? კი. და მერე მთავარი საიდუმლო ეს არის უკვე სუნელები, რომელიც აი აქ არის ძალიან ბევრი. მერე გვეტყვის ბაკილევანი, რომელიც არის, ეს არის აშკარად სვანური მარილი. მე არ მინდა რომ ხორციანი ხელი ჩავყო. განსაკუთრებულად არის მომზადებული. აი ეს არის ჩემთვის ნამდვილი სვანური მარილი. ესეც ერთ-ერთია, რომელიც სულ ვიწონებ ხოლმე თბილისში, ზოგიერთი ძალიან არის ყვითელი ყვავილით, ან რაღაცა სხვა ყვითელი სუნელებით გაჯერებული, ზოგიერთ ნიორი აკლია და ძალიან მშრალია. მაგრამ აი ესეთი უნდა იყოს ნამდვილი ბებიას მარილი. სხვადასხვა სვანურში და ყოველ შემთხვევაში ქვემო სვანეთში ძალიან ბევრი ეძახის ბებიას მარილი. იმიტომ რომ ბებიები ამზადებდნენ ძირითადად და ან ბებიას მარილს ვინმე იტყვის, ეს არის ანუ ეს მარილი. ჩვენთვის სვანური მარილი. ხო, განაჩენი საქართველოსთვის სვანური მარილი. საქონლის ხორცი, ბეჭის ნაწილი. ამასაც ვაცლით ზედმეტ ნაწილაკებს. კლარწებს. მოვაცლით ნაწილაკებს. რომ მარტივად ღეჭვადი გახდეს და მომზადება მოასწროს, რაც თავარია. მეც გამესაქმნელს გავაკეთებ. ხო, ეს ახლა უფრო ხეში ხორცია, უფრო მეტი. რაც ჭირდება ალბათ ამიტომ ცოტა იქნება, უფრო მარტივად მოსამზადებელი უკვე. აი ხა ეს დავტოვო მაგალითად თუ მოვაჭრა. ეგ უნდა მოვაცალოთ. ეს უნდა მოვაცალოთ. ანუ აი ამაზეა საუბარი, ეს ჯობია მოვაცალოთ, რომ ნუ კი შეიჭმება ახლა, მაგრამ თუ გვინდა რომ კუბდარი უფრო ხეჭვადიდან სუბუქად მისართმევი იყოს. ჯობს რომ ჯობია რომ ზედმეტი მოვაჭრეთ. ხო, ამისთვის საჭირო არის ისეთი ბასტრიდანა, როგორც ახლა ჩვენ გვაქვს აქ. კი ბატონო, აუცილებლად ძალიან აიოლებს ამ პროცესს. მე მიჭამია დათვის ხორცის კუბდარი. მაგრამ არ მოგატყუებთ, არ გადავიელიე ჩვეულებრივი ღორის და საქონლის კუბდარი მიჭამია ბევრად. ვურევთ ხავს. თეთრი ხახვი, რომელიც წვრილი კუბებად უნდა დაიჭრას. ხახვის დაჭრაც, ახლა მე ასე არ ვიცი ხახვის დაჭრა. აბა როგორ, ესე იგი თავი დაუტოვეთ, ბოლო.
ეს აშკარად პროფესიონალური მეთოდია. მე სახლში ჩვეულებრივად ჭრე, სადაც დავიჭერ იქ ვაკუც მოცემ. ანუ თავარია რომ აი ხელით რა ჩვენოთ, მაგრამ რა ზომის კუბები, როგორი კუბები. კუბებიც იყო, იმაზე პატარა კუბებად ხახო. პატარა ძალიან წვრილადაც არა და არც რა თქმა უნდა სხვილად დიდი რგოლები არა. ხო დავუკეპოთ. წვადივით რგოლები არა ეს კუბდაში. ხეშად დაგეკეთე. გადავედით ნიუ-იორკზე. ნიუ-იორკზე, რომელსაც აუცილებლად გულები უნდა გავაცალოთ. აჰა, ეს იმიტომ რომ ნაკლებად ეს ხად მე მგონი უკვე თქვენი ვერსია, სვანეთში არ ვიცი. სიმწარე ნაკლებად რომ გამოიწვიოს. აჰა, ანუ გარეთა ნაწილი არის უფრო რბილი ნივრის, ვიდრე მისი ნეიტრალური, იმიტომ რომ სვანურ მარილში არის ნიორი და რო დააბალანსოს გემო. კი ბატონო, ანუ დამატება ჭირდება ნიორის, თუ ვინმე იყენებს სვანურ მარილს, ნიორი მაინც უნდა დაამატოს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ნამდვილი სველი, კარგი ბლომადნივრიანი სვანური მარილი გაქვთ, მაინც არის საჭირო ნივრის დამატება. რამდენის, თქვათ, აი 9 კილოგრამ ხორცს, აი აქ ხა არის მაგდენი გვაქვს. 250 გრამი არის დაახლოებით ღორის, 250 საქონლის. დაახლოებით 80 გრამამდე არის ხახვი და 30 გრამამდე ნიორი. ანუ 3 დიდი კბილი ნიორი დავამატეთ ჩვენ 500 გრამ ხორცს. კი ბატონო, ესეც ხეშად გადავუკეპოთ. შეგიძლიათ სახლში საჭყლეტი თუ გაქვთ, იმითიც დაჭყლიტოთ, როგორც მოგიხერხდეთ. თუ იმის მერე გაწმენდა გეზარებოთ, მაშინ დანით დაჭერით და დაჭყლიტეთ. და კუცმაცეთ კარგად. ამიტომ ვაჩვენებ ამ წუთას რა ხდება ჩვენს თასში. ანუ გვიდევს ხორცი, ხახვი და რასუნი აქვს? ნიორი. კიდევ ერთხელ ვურევთ. შეიზილოს ეს ყველაფერი და დასამატებელი დაგვრჩა წითელი წიწაკა. აქ გვაქვს ჩვენ წითელი წიწაკა, სვანური მარილი და შერეული სუნელი, რომელიც არის გიცრული, უცხოსუნელი და ქინძი. ხო, ეს დაღერგილი წიწაკა აქვს, რომ მიაქციოთ ყურადღება, ეს ცოტა მსხვილად დაღერგილი წიწაკა უფრო უხდება, ვიდრე მთლად პუდროვანი წიწაკა არ გამოიყენება. აქ არის დომინანტი გიცრული, რომელიც აუცილებელი არის. გიცრული არის ძირას ბიძაშვილი, ვინც არიცით, მაგრამ უფრო ნაზი და უფრო არომატული გემო აქვს, მთის მცენარეა, სვანეთშია ძირითადად, ამიტომ სვანები გიცრულით ამზადებდნენ ხორციან კერძებს, მათ შორის კუბდარს. თუმცა თბილისში სამწუხაროდ ხშირად გვიწევს ძირათის შეცვლა, რომელიც არ არის ქართული, მაგრამ გემოთი გავს, ანუ კლიავით და ამასაც ვიყენებთ ახლა ცოდვა გამხელი ჯობია. ამ შემთხვევაში სუნზე მივხვდი, როგორც კი მოვედი, რომ ნამდვილი გიცრული ქონდა. და ასევე კიდე არის გავრცელებული ლეგენდა, რომ თითქოს მისი კანაფის ფოთოლს ურევდნენ სვანურ კუბდარში და მე ეს მხოლოდ თბილისში მსმენია, სვანეთში არავის გავსი არ უთქვამს არჩემს ბებიას და წინაპრებს, რომლებიც მაშინ იმ დროს მოესწრენ, როცა კანაფი ლეგალური იყო და ამას მართლა იყენებდნენ ოღონდ სხვა პურში, ცალკე პურს ამზადებდნენ კანაფისგან და არა მხოლოდ პურს რძეს და ნუ ძალიან სვანეთში მესტიაში მუზეუმში თუ შეხვალთ თუ არ ხართ ნამყოფი, იქ აღმოაჩენთ რომ უამრავი რაღაც მზადდებოდა კანაფით, სანამ კანაფი მოყავდათ. მათ შორის პურიც, მაგრამ არა კუბდარი. მოკლედ კუბდარში არაფერი არა საქმე, მე არც გონია რომ გემოთი მოუხდეს. ამიტომ ტრადიციულად რასაც სვანები იყენებდნენ, ამ სუნელებით შემოვიფარგლოთ. კანაფზე იყო ვერსია კიდევ რომ უფრო მეტად აშიებდათ, უფრო მეტად უნდათ კერძი და ამ შემთხვევაში ნამდვილად არსებობდა კანაფის თესლისგან დამზადებული პური, მე არ გამისინჯავს, მაგრამ აი დაახლოებით გემო რომ ამიწერეს, ნუ მივხვდი, აი მაგალითად დღემდე არის კიდე კვახის კაკლის, დასავლეთში გოგრას კვახს ვიძახით, გოგრის თესლის პასტისგან დამზადებული პური, ანუ რომელსაც შიგნით აქვს აი ეს პასტა. და ისეთ უცნაური, ცოტა მშრალი პურია, უცნაური გემო აქვს, მაგრამ თან მე მგონი ცოტა რიტუალურია ეს პური, რაღაცა ჩვეულებრივად არ ამზადებენ, რაღაც უფრო მაგრამ დატვირთვა აქვს 40 გრამის ნაწილია და იქ გამისინჯავს, მაგრამ ძალიან ისეთ საინტერესო არის. ნუ კიდე სხვა ბევრი სვანეთში თუ მოხვდებით, ეცადეთ რომ იქაური ადგილობრივი პურები გასინჯოთ, როგორც არის ჭარხლარი, ანუ ჭარხლიანი პური.
ფეტვიანი ხაჭაპური ეს ზემოსვანეთში იციან და ძალიან გემრიელია. ცოტა ფეტვი ემატება ჩვეულებრივ ხაჭაპურს და კარტოფილიანი ხაჭაპური, რომელიც ჩემი საყვარელი კერძია. კარტოფლა არს ეძახიან სვანურად, ესეც ძალიან გემრიელია და ალმაცერად არ შეხედოთ, იმიტომ რომ არ ჩათვალოთ, რომ ყველი დაენანათ და ამიტომ დაუმატეს კარტოფილი. უბრალოდ სასწაული ერთად კარტოფილი და ყველი მithumetes სვანური კარტოფილი და აი ეს პური არის ნამდვილად ერთ-ერთი, რომელიც აუცილებლად სვანეთში უნდა გასიჩა. თქვენ ხო არ გაქვს მენიუში? ძალიან მიყვარს მე სხვათა შორის კარტოფილიანი ხაჭაპური, რომელზეც უარს არასდროს არ ვამბობ. მიხარია. და ახლა ვამატებ სვანურ მარილს. კი, სვანურ მარილს, რომელიც მართლა განსაკუთრებულად არის მომზადებული და სპეციალურად ამ კერძისთვის არის განკუთვნილი. დაახლოებით გიცრულის და სუნელების მიქსი 20 გრამი არის, სვანური მარილი დაახლოებით 50 გრამი. ეხლა ჩვენ ზუსტ რეცეპტს მაინც არ გვიმხელს შეხვი აშკარად, ამიტომ თქვენ გაგიჭირდებათ რომ მხოლოდ ამ ვიდეოდან ზუსტი რეცეპტი ამოიცნოთ, მაგრამ შეგიძლიათ ჩემს ჯგუფში Facebook-ზე მოიძიოთ დედაჩემის რეცეპტი და ისიც დაგეხმარებათ. თავარია რომ პრინციპი იცოდეთ როგორ კეთდება და რაღაც აღნიშნულოვანი არ გამოტოვოთ და მე ჩემ რეცეპტს გაგიმხელ. თუ შეფი არ გვეუბნება, თუ მობძანდით და გაგიკეთებთ. აუცილებლად მობძანდით და აგემოვნეთ. მენდეთ მართლა კარგი. და დაღირღილი წიწაკა, რომელიც გემოვნებით ნებისმიერი ადამიანისთვის. ესე კიდე ერთხელ შეაზილა ხორცს. ეს არის აუცილებელი მომენტი ამ შიგთავსისთვის, რომ კარგად გაუჯდეს ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი, რაც ხორცს ჭირდება. ხო, მაგრამ ეს დრო საკმარისია რაღაცა სპეციალური შენახვა და ამაში ჩამარინადება და რაღაცა არ ჭირდება. უი, სვანურ მარილში რა მარილიც არის? ეს ეყოფა? არ ამატებთ მეც? კი, ეყოფა, ანუ საკმარისი არის. ჩვეულებრივ მარილს არ ვიყენებთ, მხოლოდ სვანური მარილი. შვენიერი. ეს სული მაქვს გამწვა. ახლა ცომი, ცომზე უნდა გვითხარით. ცომი არის ერთ-ერთი მტკივნეული ნაწილი ცუდი კუბდარების, აი როგორც ვახსენეთ ცოტა ხნის წინ, ხანდახან არის საშინა ფუმფულა ბულკის ფუნთუშის ცომში ხორცი და აი კლავს თლიანად კუბდარის იდეას და როგორ ამზადებთ ცომს? ცომის შემთხვევაში ჩვენთან კლასიკური ცომის რეცეპტი გვაქვს, რომელიც პურის ცომი არის, როგორც პური მზადდება, იმიტომ რომ ძირითადად სვანეთში კუბდარზე იყენებდნენ პურის ცომს. ან მარტივი ცომი, არა ხაჭაპურის ცომი, არა მაწვნის ცომი, არაფერი. არ იყოს ზედმეტად ძიმე, იმიტომ რომ ისედაც ხორციანი კერძი არის და რაც უფრო მსუბუქი იქნება ცომი, მაგ შემთხვევაში უკეთეს. ეს შეგვიძლია ეხა უკვე გადავიტანოთ ცომში. კი ბატონო, ახლა ეს ვაჩვენოთ და მე მასწავლეთ როგორ უნდა შევკრა. კი, აუცილებლად. ეს ცომი, იმიტომ რომ ამასინაც ცადე და შევკრა. რომ გავტეხე იმ ხელად ცომის გუნდა და ხდა შიგნით რომ მომეწონა. ნები დატრიალდა აი საოცარი სუნია. გეგონება უკვე გამომცხვარია ისეთი. აი ასე გამოიყურება ახლა ეს ჩვენი ხორცი. არა არ გიждდები ხორცზე რომ კითხოს კაცო. აი ესეთ სუნელებიანი ყავს. გადავედით შემდეგ ეტაპზე, ახლა უკვე კუბდარის გული, ხორციანი გული უნდა ჩავდოთ ცომში და შევახვიოთ კუბდარი. ჩვენ წინასწარ გამზადებული ცომი გვაქვს, რომელიც პურის ცომი არის, ჩვეულებრივი ცომი. საშუალო სირბილის. ხო, ძალიან მაგარი. ძალიან მკვრივი არის. ან ლავაშის ცომზე ახლა. კი. თუ რამე ლავაშის ცომი შეგიძლიათ იყიდოთ და გამოიყენოთ ზარმაცება. აუცილებლად ფქვილი უნდა ვახმაროთ. რომ სველი არის ჩვენი შიგთავსი და შესაბამისად არ დაგვისველოს თავიდანვე სანამ შეიღო. აჰა, გასაგებია, რომ არ გახრიტოს ცომი და ის ძვირფას წვენი გარეთ არ გამოვიდეს, ამიტომ ფქვილით ახლა თქვენ ამაგრებთ ზედაპირს. აჰა, აი, საიდუმლო პატარა ტრიუკები. სხვათა შორის კუბდარი არ არის სვანეთში დიდი და უზარმაზარი, აი როგორც ვთქვათ, ხაჭაპური შეიძლება უსაშველოდ გავიდეს განში, კუბდარი ასე არ არის, უფრო სქელი პური არის და უფრო ზომითაც შედარებით პატარა. ნუ ისეთი რომ აი ერთი ადამიანი ერთ კუბდარს უნდა მოედოს, აქ პიცასავით ერთი კაცის დოზა პატარა. საზიარო არ უნდა იყოს ყველასთვის. ახლა აქ ცხადია საზიარო თვითონ აჭერს რომ ბევრი კალორია არ მივიღოთ და ასე შემდეგ.
მოვწყილდებით, მაგრამ ისე ერთი პატარა პური, ერთი ადამიანის კი, ნამდვილად. დოზა შეიძლება იყოს. საშუალო დონეზე უკეთ რო გაბრტყელებული. გამოჩნდა, სამათ გამოვწყობ, არა მიქეთ. ვე. წინასწარ მომზადებული შიგთავსი, რომელიც გავაკეთებ, გავამზადეთ. გადაგვაქვს. კი ბატონო. ცენტრში ცომის. ახლა იწყება მთავარი, რომელიც მე მიჭირს. ამ ხორცს შევაზავებ. მე ვერ ვახვარ. დაღო ხინკალი ვითავ. კი, ნაოჭიანი ცომი არის. ხო და აი მე ეს რო გავაკეთე მთელი ეს კუჭი ჩავდენ შიგნით და მე ვეღარ გავაფრთხენ. ცომია ქვილი აუცილებლად გაბრტყელებისთვის და ხელის გულით გადანაწილდეს შიგთავსი. ტიპა მე ვსტირო ვიგრძნო, ესე იგი ეს შიგნით ცომი რაც არის, ეს უნდა გადავანაწილოთ. ახლა არ გავხიო. არა. გავაფუჭო. ის საჯროება არ არის. ნელა გადის განში. ეყოფა თუ კიდევ უფრო გავადიდოთ? ამ ეტაპისთვის ეყოფა, შემდგომ გადმოვატრიალოთ. ამოვავნებთ. კიდევ დავამუშაოთ ხელის გულით. საბრტყელებელი არ გჭირდება. ამით არა. არა, იმიტომ რომ რაც ჰაერში არ ვაბურე. არანაირად. თავს უხრეთ? თუ არა? კი. ხო? ანუ ის ზედმეტი ორთქლი რომ ამოვიდეს და არ გახიოს? გაიბერება ამ შემთხვევაში საჭირო არის გულის ამოღება და ღუმელში რამეს უსვამთ და ისე დგამთ თუ ჩაოლეთ? არაფერი. არც კარაქი არ ჭირდება ზემოდან? არც ხოვამდე და არც ხოვის შემდგომ სადაც ნოყიერი კერძი არის და კარაქი ამას უფრო დაამძიმებს. აჰა, ესე იგი ეს უკვე გავიდა განში, აი ხორცები გამოჩნდა ზედაპირზე, ფორმა ხორცების გამოჩნდა და აი პატარა ნახვები გაუკეთდა, რომ შიგნით ახლა ეს ხორცი რომ დაიწყებს დუღილს და რომ გაბერავს პურს, რომ არ გაიხეს, ორთქლის გამოსაშვები გქონდეს. კი ბატონო. წავედით ღუმელში. შეგვიძლია გამოვაწყო. აი როგორ გამოჩნდა შიგნით მოხარშული ხორცები და ის წვენი, რომელზეც ლაპარაკობთ და საოცარი სუნი. სეფშებს მოვიდა დეგუსტაციის დრო. და დავაგემოვნოთ. გადავედით დეგუსტაციაზე. აი ასეთია. ეს არის ნამდვილი გულდარი სისქე. არავითარი თხელი, სიფრიფანა, იმერული ხაჭაპურივით. შიგნით უნდა იყოს აი ასეთ ზომის ხორცები და აი წვენის სიპრიალეს უნდა ხედავდეთ. მარცხი მაინც დამემართა. გადასწორებია. დიდ მადლობას გადავხდი ლევანს. მადლობა თქვენ. ამ მასტერკლასისთვის და თქვენ ყურებისთვის. დაგველოდეთ ჩვენ შემდეგ ეპიზოდში გაჩვენებთ კიდევ ერთი სვანური კერძის კარტოფილის თაშმიჯაბის მომზადების პროცესს. ვინც არ იცით რა არის, წარმოიდგინეთ სვანური ელარჯი, ოღონდ კარტოფილით. ეს არის გემრიელესი კერძი, რომელიც ძნელია რომ გავაკეთოთ ქალაქში, სადაც არ გვაქვს ხოლმე ესეთი ახალი წელვადი ყველი, რაც სოფელში და მთაში უფრო მოიპოვება, მაგრამ თუ სადმე გექნებათ ამის შესაძლებლობა, უნდა გააკეთოთ, უნდა გასინჯოთ. ეს ამას ნახავთ შემდეგ ეპიზოდში. დროებით. მადლობა. დროებით.